ეს არის მარში დუშენის ბავშვების დასახმარებლად, სოლიდარობის ნიშნად და მე თუ ვკითხავთ, ეს არის ნამდვილი ოჯახის სიწმინდის დღე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი იბრძვის, ამათი ოჯახები იბრძვიან თავიანთი შვილების გადასარჩენად. და არა ფარისევლურად დღევანდელი დღის უამრავი ათასობით ადამიანი გამოვიდა იქ და ამიტომ დაიწყეს ღვთისმოსაობა. და არც ერთ მათგანს არც გახსენებია ეს ბავშვები, ხო? მეტიც ეს ბავშვები რუსთაველზე ყავდა გამოყვანილი და არც ერთი ადამიანი არ მივიდა რამდენიმე მგლის გარდა. ეს სხვადასხვა მეტყველებს იმაზე, როგორ ღვთისმოსავები არიან, რა მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმებით მოქმედებენ. აი ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. შეხედეთ. ბავშვების გადასარჩენად გამოდის ხალხი და არა ფარისევლური ღვთისმოსაობის წარმოსადგენად, როგორც დღეს იყო ეს ჩაატარეს. 100 ბავშვი, 100-მდე ბავშვი უწამლოდ ტანჯვით სიკვდილისთვის არის განწერილი და ამ დროს შენ ამათ არ სიმჩნევ. აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლებაზე, უწოდებულ რეჟიმზე, ხო? ჩვეულებრივ იგივე ადამიანებზე ვლაპარაკობ, რომლებიც, ავიცი, ქოცობენ და მართლმადიდებლობენ და რაღაცებს ხლართავენ. და როცა ამათ არ ამჩნევ ამ ბავშვების პრობლემას და ფეხზე კიდია, ეს უკვე ის დიაგნოზი, რადგან ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე, გენეტიკური ნაგავი, აი ამას ქვია. მეტიც, რამდენიმე ქალბატონი იყო ეს ჩაწერეს იქ და გამოაქვეყნეს კიდევაც მათი ლაპარაკები, რატო უნდა დაეხმარონ ამ ბავშვებს, რომელი აინშტაინები ყვანან. ანუ არავითარი ფასეულობას აწარმოადგენენ და მოკვდნენ. რატო უნდა დახარჯოს რეჟიმმა, ხელისუფლებამ ფულიო ამათ გულისთვის. წარმოგიდგენიათ, ამას ლაპარაკობენ ქალები. ბებიები რა, ერთ ჭაღარა ქალი იყო, ხაჩესულები ყოველ შემთხვევაში. ფაშისტები ხოცი ასე ფიქრობს, რომ რატო უნდა დახარჯოს ხელისუფლება ფული იმისათვის, რომ ეს ბავშვები გადარჩნენ. იმიტომ რომ ისინი არაფერი აინშტაინები არ არიან. აუცილებელია აინშტაინი იყო, რომ ბავშვი გადაარჩინო სიკვდილს. მარტივად, ხო? მით უმეტეს რომ მთელი მსოფლიო აგერ იყენებს ამ წამალს. ცალკე შვედეთი იქნება, ცალკე, რა ვიცი, ბრიტანეთმა დაამტკიცა, ცალკე ამერიკა, ესპანეთი, რა ვიცი, გერმანია, ყველგან. და არიან ქართველი ბავშვებიც, ქართული წარმომავლობის ბავშვები, რომლებიც ლებულობენ ამ წამალს და საუკეთესო შედეგები აქვს, ხო? ეს ხო ვიცით ყველაფერი. რაც არ უნდა გავაგრძელოთ, რა ვიცი, ამაზე ლაპარაკი. ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა რო ამტკიცებს ამ წამალს და ასმევს თავის ბავშვებს და როშე, რა ვიცი, იტალფარმაკო, ამხელა ფარმაცევტული კომპანიები რო გეუბნებიან, რომ ჩვენ მოგველაპარაკეთ და დავიწყოთ ამ ბავშვებისთვის წამლის მიწოდება. ეს ხო უკვე იმას ნიშნავს, რომ რეალურად არსებობს ეს წამალი და ჩვეულებრივი გამოსაყენებელი არის. აი ესე. როცა ქვეყანაში ყავს ეს ასეთი ბავშვები, რომლებიც წამალს ითხოვენ, როცა ქვეყანაში მათივე ოფიციალური სტატისტიკით 280,000 უყვავარი ბავშვი არის სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაცია არის და ამ დროს ამ ყველაფერს შენ რომ არ ინჩნევ, შენი ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი რაღაც პარჭები, ეს არის ფარისევლობა. ფარისევლობა. სირცხვილი არის, აღარ ვლაპარაკობ ზოგიერთი მეუფესი კალაიძიშვილმა კიდე რაღაც საშინელება, რომ ეს ბავშვები, ამ ბავშვების დახმარება სათრუა იმიდან, რომ იქიდან გამომდინარე, რომ წამალი შეიძლება მავნებელი იყოს მათთვის. რა იცის სტეფანე კალაიძიშვილმა წამალი რა არის და როგორ მოქმედებს. მაგრამ ლაპარაკობს ზარქუასავით, ხო, სამარცხვინოდ. როცა უფლის მსახური ქვია და ბავშვების დახმარებას უარყოფ. და კამპანიაში ხარ ჩაბმული საიმისოდ, რომ არ მისცე წამალი ბავშვებს. ხოცი ხარ ანუ, ხო? მოკლედ ეს ყველაფერი გასააზრებელი გვაქვს ქართველებო, რამდენად მართლმადიდებლები არიან ისინი, ვინც მართლმადიდებლობას იბრალებს, რამდენად ოჯახის სიწმინდის დამცველები არიან ისინი, ვინც ამას იბრალებს, აღარ მინდა ხა ჩამოყვა ის პერსონაჟები ხოცებისა, რომლებიც გაგნებაში არ არიან და ახლოსაც არიან არც ოჯახურ ფასეულობებთან და არც არაფერთან. არ მინდა ხა მათი პირადი საქმეების აქ გამოტანა.
ხო? ვიცით ყველაზე ვისაც ვლაპარაკობთ. და აქედან გამომდინარე ყველა მთელი საზოგადოება მოწოდებული უნდა იყოს იმისათვის, რომ კონკრეტულ ამ შემთხვევაში გავეხმაროთ ამ ბავშვებს, გამოხატოთ სოლიდარობა მათდამი და დავუძრათ ეს საკითხი. რამდენი მილიონიც არ უნდა დაждდეს. ბავშვები უნდა გადარჩნენ ტანჯვით სიკვდილს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კუნთოვანი ატროფია ხდება ქვედა კიდურებიდან, შემდეგ მიდის ზედა კიდურებზე. ანუ ეტლში ჯდებიან და ბოლოს სასიცოცხლო ორგანოებს ეხება და კვდება ბავშვი. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა წამალი, რომელიც ამას შველის, მორჩა. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები, ღმერთმა კარგად მიიღოთ თქვენი ბავშვები და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანი როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა მოწოდებული ვიყოთ იმისათვის, რომ სხვისი ბავშვებიც გადავარჩინოთ. იხარეთ და იმრავლეთ.